წამით ხო ჯავით ქიარიმოს უნდა ეჭიდავა გურამ გაბელიასთან და როგორც ჩანს გაბელი არ გამოცხადა ქიარიმოვი გავიდა პირდაპირ ფინალში გიორგი ქისტაურთან და ხო არ ვიცით აი ამ ბეშიძისა და ნიკა ციკლაოვის შეხვედრის ვრედი, იმიტომ რომ ამ ნამდვილად უნდა ეჭიდავათ მათ ბეშაჟის მესამე წრეში, შეიძლება ამის შემდეგ იყოს. პირველ ხალიჩაზე კვაშილავა უგებს ცედაშვილს 6-0 და დიდი ხანია იქ ვიდეო განხილვა მიმდინარეობს რაღაც ეპიზოდის. ჯავით ქიარიმოვი გარდამალი. აქ აქ 30 წამიანი ჩაერთო ქარიმოვს ფეხსიტკიებს ქარიმოვი სამხალიცაზე ისევ განხილვა, რომელიც აიხა დასრულდა და არ მიიღეს თედაშვილების პროტესტი და კვაშილავა დაწინაურდა 7-0, ეს არის 80 კილოგრამი. იქ გამარჯვებული გადის ბრინჯაოს ფინალში. ჩვენთან კი ქარიმოვი პროაქტიურობდა ამ ეპიზოდში, თუმცა ვერ შეძლო მეტოქიზელაძე გადაყვანა. ჯერჯერობით 1-0 გახლავთ ქისტაურის სასარგებლოდ ანგარიში ეს ერთი ქულა მან მიიღო ქარიმოვის საჯარიმო დროის ამოწურვის შემდეგ. კაცეხა თითქოს ზევიდან ქარიმოვი არის, მაგრამ არ ჩანდა რეალურად ესეთი პოზიცია, რომ შემოევლო და დაყვანა და ეფიქსირებინა. ქისტაური ისევ იმპექს იტკიებს. ხო, კვაშილავა კი 9-0 იგებს და როგორც ჩანს ისგავა. ხომ საჯები არ აფასებენ არც ერთს არ უთვლიან მოქმედებას. დასრულდა მოკლედ მესამე ხალიჩაზეც პროგრამა ბადრი კვაშილავა თბილისელი გავიდა ბრინჯაოს ფინალში 80 კილოგრამის. ნაქვჩა აი ეს შეხვედრა და ნუ გასაკვირია ქან ბეშიძის და ნიკა ციკლაოვის ამბავი. ჩვენთან თუ აღარ გაიმართა ეს შეხვედრა, ესე იგი ლუკა ბეშიძე გავა შემდეგ წრეში კი ბრინჯაოს ფინალში. ორი მიზეზია, რის გამოც არ შეიძლება არ გამოცხადდეს სპორტსმენი, ბეშაში ან აწონო ვერ გაიარა, ან ტრავმა ჰქონდა და მოიხსნა. ხო, როგორც ესე ასეთ შემთხვევაში გადახაზულია ხოლმე, მაგრამ ნუ ნახოთ გამოჩნდება. ჩვენთან 1-0 იგებს ქისტაური. ბეშიძეს აწონილიც აქვს და ასტრამო არ აქვს ერთ შეხვედრა უკვე ჩაატარა საერთოდ ციკლაურის მდგომარეობა. თუმცა ნახოთ შეიძლება ამ შეხვედრის შემდეგ გამოვიდეს. დაიწყო ჩვენთან მეორე პერიოდი. მეორე პერიოდი და ფეხში შევიდა ქისტაური. ჯერჯერობით თავს იცავს კარგად ქარიმოვი და შეიძლება კიდეც მოუვაროს შემოუვაროს ზუგიდან დაიყვანოს თუმცა ალბათ არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ აგერ ქარიმოვი უფრო კარგად უჭირავს ახლა ქისტაურს და საბოლოოდ საჯმად წამოაყენა. წუთი და 25. დროჯერ საკმაოდაა.
ეხლაც ქისტაურის მორიგი შესწრო ცდელობა უბრალოდ ჩახურა ეს მოძრაობა კარიმოვმა, თუმცა თვითონაც ვერ იყო შემტევ პოზიციაში. ისევ ქისტაური შედის ფეხში. ფეხი ვერ აუღო და კარიმოვი შესაძლოა ხო, აი შემოუაროს, მაგრამ მეტი შანსი აქვს გამოძრაობის. უჭირავს აქ ისევ ქისტაურს. წეღანდელი ეპიზოდი მეორდება ზუსტად. თითქოს ახლოს არის კარიმოვი კი, მაგრამ ამ ფეხს ვერ ართმევს ქისტაურს და ხო, ამ შესვლას 30 წამიანს აძლევენ ისევ ქისტაურს. ხო, ნუ ქისტაურს ეს ფეხი შესვლა ჰქონდა იმისთვის, რომ უფრო თავდასაცავად ჰქონდა ვიდრე შესატევად და დროის გასაყვანად, იმიტომ რომ შედიოდა და შემდეგ გადიოდა ხოლმე ამ ჭიდაობაში 10-15 წამი, ამერ ხდება ხა აქ. თათბირი აქვს საჯებს და 30 წამი ჩაუვთეს. ხო, მიაღწია კიდეც მიზანს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც გასაკეთებელი ქონდა ეს იმედი. ორივე პერიოდში კარიმოვს ჩაუვთეს 30 წამიანი. ხო, იმიტომ ეს შედიოდა ფეხში და შემდეგ კარიმოვის რეალურად კარიმოვის შეტევა იყო ის, მაგრამ ფორმალურად ესეა. კარიმოვს უფრო უკეთესი პოზიციები ჰქონდა ყოველთვის. თუმცა ახლა მანაც ვერ გამოიყენა, ესეც სათქმელი არის. მოგეთ ეს 30 წამი ბევრს არაფერს არ წყვეტს. 2-0 გახდება და 2 ქულა ჭირდება კარიმოვს. უკვე წყვეტს, აგერ ახლა 20 წამი დარჩა. 2-0 გახდება ეხა ანგარიში და ახლოს იყო, მაგრამ ვერ შეძლო ამასობაში გავიდა დრო და 2-0 არის უკვე ქისტაურის სასარგებლოდ. აქ ვეღარ შეახტა და ბოლოს გადმოატრიალა. გადაიყვანა 2-2 და აქ უკვე იგებს კარიმოვი. 4 წამი და 8.1 რჩება, 8.1 რჩება. იმსახურებდა ხა ეს კარიმოვის სულმუდმივად შეტევაში იყო და ბოლოს როგორც იქნა მოექცა ზემოდან. პრეტენზიაც არავის გამოუთქვამს, ისეთი ორქულიანი გდება შეასრულა და აქ ქისტაურს ფეხი კიდევ ერთხელ ჭირდება ექიმის დახმარება. შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა. გავიდა. ჯავად კარიმოვი გავიდა ბრინჯაოს ფინალში 60 კილოში და ეხლა თუ დასრულდა, ესე იგი წიგლაური არ გამოცხადდა ბეშიძესთან და ამბოლაურელ ლუკა ბეშიძეც გავა ბრინჯაოს ფინალში და ამით დავასრულებთ. ამ ბლოკს.